გიყვართ ეირნობა. ხო და თუ გულის ჯანმრთელობაზე სრულნავთ, აუჩქარეთ ნაბიჯს. გეთანხმებით იგამ. აბა. ანუ სწრაფ სიარულს შეუძლია გულის არითმიული, ანუ არარეგულარული გულის ცემის გაუმჯობესება. და ეს ნამდვილად კვლევებითაც დასტურდება. ხო, რაღაც ახალი კვლევის მიხედვით სწრაფი სიარული 35-40% ადამიანებში ამცირებს არითმიის რისკს. ასე ამბობ. თან იდეალურ ვარჯიშია, იმიტომ რომ უფასოა. არ ჭირდება რაღაც დამხმარე საშუალებები. მაღალი ალბათობით აქ სწორ ზედაპირზე სიარულზე არის ლაპარაკი და არა აღმართ დაღმართზე. და უბრალოდ რა უნდა შევარჩიოთ დრო, როცა შეგვიძლია. გავიდეთ და ცოტა სწრაფად გავიაროთ. აი რომელია ცოტა სწრაფად? და შენ საშუალო და უფრო ჩქარა რა. ჩემი ნაბიჯის უფრო ჩქარი ვერსია. ლევანის სიარულის ვერსია არის ჩემთვის, ესე იგი, გულის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ანუ თქვენ ბატონო ლევან, არ დაგჭირდებათ გულის ექიმი. იმდენად ჩქარა და ვინმეს დაჭირდეს. ნუ ზოგადად ეხლა რომ სტატისტიკა მოვიშველიოთ, 60 მილიონ ადამიანზე მეტს აწუხებს წინაგულთა ფიბრილაცია. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ წინაგულების თოლა რო აქვს ადამიანს, ესე ვეძახით წინაგულთა ფიბრილაცია და არითმული პულსი აქვს. ანუ ხელს რო დაიდებ, რითმი არ არის სწორი. და ასეთი ადამიანები მაღალ რისკის ქვეშ არიან, რომ მიიღონ გულის შეტევა. და ნუ რა თქმა უნდა, პირველ რიგში ასეთი ადამიანს უნდა გამოკვლევა კარდიოლოგის მეთვალყურების ქვეშ უნდა იყოს და ასეთი ადამიანებისთვისაც რეკომენდაციაში არის სწრაფი სიარული, სწრაფი ნაბიჯით იარო. ანუ არ შეიძლება მოდუნება და თქვა აი არითმია მაქვს და ამიტომ აღარ ვივლი, ეს არ შეიძლება. ხო, ნუ რა თქმა უნდა, თელი ჯგუფი არის ანტიარითმიული პრეპარატების და თუ უკვე აქვს ადამიანს არითმია და ანუ მართვა ხდება მედიკამენტოზური და ეს დამხმარე საშუალება არის სწრაფი სიარული. ხო, ისე ვერ მორჩება. მაგრამ თუმცა ეს კვლევა ამბობს, რომ აი პრევენციის ჯგუფში, ანუ აი ეს რისკ ჯგუფში რომლებიც იყვნენ არითმიის განვითარების, ხო? აი მათთან რეკომენდაცია, ამ რეკომენდაციამ სწრაფად იარო, მკვეთრად შეამცირა მერე უკვე არითმიის ჩამოყალიბება. კვლევა საკმაოდ მასშტაბური აღმოჩნდა, იმიტომ რომ წარმოვიდგინეთ, ახლა 10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 420,000 ადამიანს და მათი ესე ვთქვათ, ცხოვრების წესიდან გამომდინარე დაადგინეს ეს ყოველივე და დავუშვათ დღის განმავლობაში რა მანძილს ფარავდა თითოეული ადამიანი ყოველდღიურად. ხო, და კვლევის ერთ-ერთ ეტაპზე ერთ-ერთ ჯგუფს უთხრეს, რომ ანუ აუჩქარო ნაბიჯი და ნუ მეორეს უთხრეს, რომ დაეტოვებინათ თავიანთი ანუ ყოველდღიური ანუ ეს ერნობა და ამით მივიდნენ, უკვე ამით განასხვავეს, რომ აი ამ ჯგუფში ვინც აჩქარა, იქ მიიღეს ბევრად კარგი შედეგები. ხა ჩვენ აქამდეც ვიცოდით, რომ სწრაფი სიარული ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და ამ კვლევით კიდევ ერთხელ დამტკიცდა ის, რომ გვიანბერდები. ხო, მოსიარულენიო. და ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადგინა ის, რომ თურმე ამ სწრაფ სიარულს ასევე დადებითი ეფექტი აქვს არითმიის განვითარებისთვის. მეგობრებო, ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, ისე ირნეთ, ამაზე კარგი რა შეიძლება აკეთოთ. კი. მე ორივე ექიმი ჩქარი მოსიარულე მყავს ჩვენი ექიმებიდან, ამიტომ სამწუხაროდ ჩვენ ფეხის ეირნობა არ გვიწევს ხშირად, თუმცა მათი სიჩქარე ვიცი, სიარული. კლინიკაში გვიწევს ჩვენ ჩქარა გადაადგილება. კლინიკაშიც გიწევთ ჩქარი გადაადგილება. აქ ვდგავართ ერთადერთი და შენი სულ დავდივართ. მოკლედ იარეთ და რაც თავია თუ ივლით, მაშინ ეს უფრო აჩქარებული ტემპი თქვენი გულის ჯანმრთელობაზეც იმოქმედებს.